მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია ტელეკომპანია დრო, გადაცემით ბიზნესის დრო. მე გადაცემის წამყვანი ჟურნალისტი და პოლიტოლოგი მალხაზ გულაშვილი გახლავარ და დღეს ჩემი სტუმარია ბატონი ილია კოკაია, საფეხბურთო კლუბ ზესტაფონის მფლობელი. მოგესალმებით ბატონო ილია, დიდი მადლობა იმისთვის, რომ მიუხედავად დაკავებულობისა, გამონახეთ დრო და გვეწვიეთ სტუდიაში. ბატონო ილია, ჩვენ უმთავრესი საკითხი, რაზეც გთხოვეთ, რომ მობრძანებულიყავით ჩვენს ტელეკომპანიაში, რა თქმა უნდა, საფეხბურთო ბიზნესია. რა ხდება საფეხბურთო სფეროში? რამდენად ბიზნესური ბიზნესია ფეხბურთი დღეს საქართველოში? და თქვენ რამ გადაგაწყვეტინათ, რომ აი ამ საფეხბურთო ბიზნესში გეცადათ ბედი? მოგესალმებით. კითხვა ძალიან კარგი კითხვა. პირდაპირ გეტყვით, რომ საფეხბურთო ბიზნესში ხდება ის, რომ ქართულ საფეხბურთო ბიზნესში რომ არაფერი არ ხდება, რაც ბიზნესად შეიძლება წარმოვისახოთ. რაც შეეხება ჩემს დაკავებულებას ამ სფეროში, ეს არის უდიდესი სიყვარული ფეხბურთისადმი, დამოკიდებულება. მე მთავრობის წევრი ვარ, ვინც გულგადაკლული გულშემატკივრები ვიყავით ქართული საფეხბურთო კლუბ თბილისის დინამოსი. ასე ვთქვათ, ჩვენს თვალწინ გაიარა მისმა ეს უდიდესმა წარმატებებმა ევროპული თასების აღებამ. ამაში უშუალოდ როგორც გულშემატკივარი მონაწილეობდი. და შემდეგ, როდესაც უკვე დამოუკიდებელი ქართული საფეხბურთო ჩემპიონატი შეიქმნა, როცა საფეხბურთო ოჯახი ჩამოყალიბდა, თითქმის მისი ინიციატორი და დამფუძნებელი იყო უდიდესი პიროვნება, უდიდესი მოღვაწე ფეხბურთში, ნოდარ ახალკაცი უფროსი. და სწორედ მასთან ურთიერთობამ მე გადამეწყვეტინა, რომ რაღაცნაირად ის გვერდზე მდგარიყავი და დავხმარებოდი ქართულ ფეხბურთს. და მომიწია სადღაც 2 წელიწად ნახევარი მასთან ურთიერთობა. ეს იყო ძალიან სასიამოვნო წლები, ძალიან კარგი მოსაგონარი, იმიტომ რომ ეს ადამიანი გარდა იმისა, რომ იყო ფეხბურთის უდიდესი სპეციალისტი, ეს იყო ძალიან ერიდირებული ადამიანი, განათლებული, უდიდესი სკოლა ჰქონდა გავლილი და მასთან ყველა შეხვედრა ძალიან საინტერესო იყო და საკმაოდ მძიმე ბრძოლებს იტანდა იმ დროს მთავრობის წარმომადგენლებიდან. ძალიან დიდი დაპირისპირება იყო, მაგრამ ეს ადამიანი ყველაფერს ამას უძლებდა და მაინც წინ მეყავდათ ქართული ფეხბურთი და იმ დროს დამოუკიდებელმა ქართულმა ფეხბურთმა შეძლო ის, რომ მიაღწია იმისთვის, რაც დღეს მიუღწეվել ოცნებად აგვიხსნა. მე მახსოვს მისი ერთ-ერთი ოპონენტი ამბობდა, რომ ჩვენ ვიყავით სადღაც, მე მგონია 30 გუნდში თუ 40 გუნდში FIFA-ს რეიტინგში და ამბობდა, რომ ნუ ვიქნებით მე-40 და ვიყოთ ბატონო მე-10, მაშინ ვიქნებით კმაყოფილი. ეხლა FIFA-ს მე რეიტინგში 193 ვარ და ძალიან კმაყოფილები ვართ. გამომდინარე მეც ჩავები, ესე ვთქვათ, ამ საქმიანობაში, როგორც ბიზნესის, ესე ვთქვათ, ძალიან წარუმატებელია დღევანდელი ინვესტორებისთვის. თუმეტეს როდესაც მე უკვე დამოუკიდებელი კლუბი შევქმნილი, ეს განპირობებული იყო იმით, რომ 2003 წელს მე შევიძინე ზესტაფონის ფერაშენოდნობა ქარხნის მართვის პაკეტი 51% და ქარხნის კოლექტივმა მთხოვეს, რომ ვიცით, თქვენ ფეხბურთი ძალიან გიყვარს, ძალიან მოღვაწეობთ ამ სფეროში და იქნებ ზესტაფონში რაღაცა ბავშვთა კლუბი შეგვექმნა, ან რაღაცა სოფლის კლუბის დონეზე, რომელიც მესამე ლიგაში ან რეგიონალურ ლიგაში ესპარეზებდა, ძალიან გვიყვარს ფეხბურთი და რაღაცნაირად ამ კუთხით დაგვეხმარება. ნუ მეც გავითვალისწინე ამათი თხოვნა, თან მით უმეტეს ეს თემა ჩემთვის მართლა ძალიან ახლოს იყო. შევქმნით იქ კლუბი, რომელიც მესამე ლიგა კი არა, გამოდგა საქართველოში ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი, ორჯერ ჩემპიონობა მოიპოვა, თასი, სუპერთასი, ევროპის ასპარეზზე ასპარეზობდა და როგორ მოახერხეთ ეს ყველაფერი?
იმიტომ რომ ბევრმა ჩადო ფული ფეხბურთში, მაგრამ ჩემპიონები ვერ გახდნენ, იგივე ტორპედოს გულისხმობ და სხვაები და სხვა. არა, ტორპედო იყო ჩემპიონი. არა, მე იმ პერიოდში როცა ფული იყო ჩადებული, ვისოლმა როდესაც ჩადო ფული. არა, ვისოლი ცოტა ხანს იყო, მე ხლა 10 წელი მომიწია ამ სფეროში ყოფნა და არ არის ამ მიზანი ხო ის არ არის ჩემპიონი გახდა. მიზანი ის არის რომ რაღაცა ბიზნეს კუთხით ააწოს. სხვადასხვა იყო ზესტაფონმა, როდესაც რამოდენიმე ფეხბურთელი გაასხვისა, გაყიდა ტრანსფერები ძალიან საკმაოდ მაღალ ფასად, ერთ ფეხბურთელი 1 მილიონ ევროდ გაყიდა, მეორე 2 მილიონად. საკმაოდ წარმატებული გამოდგა. აქ ხო ბიზნეს გათვლა დამოკიდებული იყო არა იმდენად იმაზე, რა არის ახლა საფეხბურთო ბიზნესი რა, ესე რომ ავიღოთ, თქვათ, ავიღოთ ესპანეთში, გერმანიაში, ამ ქვეყნებში რა შემოსავლები აქვს კლუბს. ეს არის პირველი ყველაზე დიდი შემოსავალი ტელე ტრანსლაციებიდან, მეორე მაყურებელი, მესამე რეკლამა, მეოთხე სპონსორები. ტრანსფერი ფეხბურთელების, ესე იგი გაყიდვა, როგორც ეს ჩვენთან იძახიან, ეს არ არის ძირითადი წყარო, ეს არის რაღაცა შემოსავალი, მაგრამ არა იმდენი შემოსავალი, რაც აი ამ 4 ძირითად კომპონენტს მოაქვს. რა ხდება საქართველოში? ტელეტრანსლაცია 0, მაყურებლიდან შემოსავალი 0, ევროპული შემოსავლებიც, ესე იგი, ამ UEFA-ს თასებიდან ძალიან მცირე, იმიტომ რომ ერთ და ჩვენ 3 წრეზე ვითამაშეთ ერთ წელს და საკმაოდ იყო შემოსავალი. აქედან გამომდინარე და ინვესტორიც არ არსებობს. ვერ ვიზიდავთ ინვესტორს, იმიტომ რომ პოლიტიკა არის ძალიან ცუდი, სახელმწიფოს დამოკიდებულება თვითონ ამ თემის მიმართ და მეორე დღევანდელი ფედერაცია. აქედან გამომდინარე, არა, როგორც ბიზნესი, ეს თემა უკვე კვდება. უინტერესო ხდება ინვესტორისთვის. ახლა ორჯერ გახდა გუნდი ჩემპიონი, ხო, საკუთარ მაგალითზე გეტყვით. ნუ ტრანსფერებიდან რაღაცა უნიშნულო თანხა შემოსულა. მოგითხრათ ბილეთების გაყიდვით, რომელიც ყველაზე კარგად აქვს ამ კლუბს დაყენებული საქმე და შემოსავალი რო დავასახელო, ნუ ის სასაცილოა, იმ ბაჩის მომსახურებასაც კი არ ყოფნის. ნუ ტელევიზიის შემოსავლები, რა თქმა უნდა, 0 და ინვესტორი ეს ფლობელია და ანჩენი საერთოდ არ გამოხატავს სურვილს რომ დაასპონსოროს. სერიოზული შემოსავალი იყო ევროპიდან, თუ არ ვცდები მაშინ, სადღაც ევროპიდან და სპორტშორის სახელმწიფოსაც ჰქონდა რაღაც საპრემიო ფონდი გაკეთებული, რომელიღაცა ლოტარიის კომპანიამ საქართველოს ჩემპიონი დაასაჩუქრა და იმ წელს იყო რომ შემოვიდა $1 მილიონი შემოსავალი კლუბში, რომელსაც გასავალი იყო $5 მილიონი. მაგარი ბიზნესი. მაგარი ბიზნესი. მაგრამ გათვლა ჩვენ არ გაგვიმართლა იმ წელს, თორე ის გათვლა რაც მე მქონდა, მინიმუმ შემოსავალი უნდა ქონოდა $10 მილიონი. იმიტომ რომ ჩვენ რომ მომხვედრილი ყავით, უიღბლობაც იყო ავსტრიის ჩემპიონატს ვეთამაშებოდით, როდესაც უგებდით თამაშს და ცარიელ გარებში ვერ გაიტანა ჩვენ. ნუ ხდება ეს, ფეხბურთია ყველაფერი ხდება, თორე ჩვენ მაშინ ვითამაშებდით ჩემპიონთა ლიგაზე და თანხებს ამოიღებდით ძალიან დიდ თანხებს. ესე იგი აქედან გამომდინარე, როდესაც მეორე წელსაც ჩვენ ფეხი დაგვიჩნდა და მე მკითხე მწვრთნელთა შემადგენლობას, თუ რაშია საქმე, ხო ჩვენ არაფერს არ ვაკლებთ, ყავს საუკეთესო ფეხბურთელები, ყავს საუკეთესო პირობები. აქ ყველაზე დიდი ხარჯი, რაც მე მომიწია, ეს თვითონ ინფრასტრუქტურის შექმნა იყო რა. ზესტაფონში ნორმალური მინდორსაც ვერსად ვერ ნახავდი, ფეხბურთელი გეორგი შებინა, სტადიონი ყანასავეთი იყო, ის საერთოდ გამოუსადეგი არ იყო, ამიტომ ძალიან დიდი ფულის ჩადება მოგვიწია, რომ სტადიონი მოგვიყვანა ევროპის სტანდარტებამდე, რომ იქ საერთაშორისო თამაშები ჩატარებულიყო, UEFA-ს ძალიან დიდი მოთხოვნები აქვს. შეგვექმნა ბაზა, საფეხბურთო ბაზა, რომელიც ალბათ თუ არ ჩავთვლით დინამოს ბაზას, მას არც აყავს, ესე ვთქვათ, ანალოგი არ აქვს, არა მარტო საქართველოში ალბათ
ამიერკავკასიაში თუ ეხლა არ ვიცი აზერბაიჯანი ვითარდება ძალიან და მე ვერ ვიტყვი იქ რა ხდება, მაგრამ სასუნხეთში რომ ნამდვილად არ არის ესეთი საიმოედანი ბუნებრივ საფარიანი და აშენებული იყო სასტუმრო კომპლექსი, სადაც ფეხბურთელები იცხოვრებდნენ. ესე იგი, ყველაფერი ძალიან ბევრი ხარჯები იყო თვითონ ინფრასტრუქტურული. რასაც ერთი ჯიბისთვის ძალიან ძიმეა ხო. ეხლა, როდესაც უცხოეთს ვლაპარაკობ ჩვენ ინგლისზე, ჰოლანდიაზე, თქვათ იგივე საფრანგეთზე, ანუ გერმანიაზე ეს ყველაფერი კლუბს უფასოთა აქვს. ეს ადგილობრივი მმართველობა ან სახელმწიფო საერთოდ არ არის ინფრასტრუქტურულ ხარჯებზე ლაპარაკი. არც ერთი კლუბი არ აშენებს ბაზებს, არც ერთი კლუბი არ ინახავს სტადიონს, არ ინახავს პირიქით ისინი ამას სიმბოლურ ფასად არენდით იღებენ სახელმწიფოდან და შემდეგთან შემოსავლები აქტივობენ ბილეთების გაყიდვებიდან და ხალხი მოდის სტადიონზე, იქ კატერინგი მუშაობს, ეს თელესისტემა ხო, აწყობილი ამაზე და სულ სხვა იქ დანახარჯები მხოლოდ ფეხბურთელების შეძენაზე და ხელფასია რა. და ჩემთან ფეხბურთელების ხელფასის წარმოდგენა გქონდეთ, ხელფასის სადღაც 20% იყო ბიუჯეტის, დანარჩენი ინფრასტრუქტურული ხარჯები იყო ეს. ფაქტობრივად თავიდან მოგიწია დაშენება მთელი არაფლისგან შევქმნით ეს ყველაფერი და საკმაოდ მე კმაყოფილიცა ვარ, რომ თუკი მე ფეხბურთიდან წავალ, ეს ინფრასტრუქტურა მაინც დარჩება და ალბათ როდისმე გამოსწორდება სიტუაცია საქართველოშიც, მიექცევა სხვანაირი ყურადღება და უკვე გამზადებული ინფრასტრუქტურა ექნება ამ ქალაქს. და აქედან გამომდინარე, რადგან ხო დავსვი კითხვა მწვრთნელთა შემადგენლობასთან, თუ რატომ არის ეს, რომ ჩვენ არ ყოფნის იქ საქართველოს საუკეთესო გუნდი, მათ უბრალოდ მითხრეს, ჩვენი ჩემპიონატის დონე არ შეესაბამება იმას, რომ ჩვენ ევროპაში ვითამაშოთ. არის დაბალი ჩემპიონატის დონე. აქედან გამომდინარე, ახლა მე თუ მაჭიდავებ 2 წლის ბავშვთან, მე რომ გავალ ხალიჩაზე და ვიჭიდავებ 20 წლის კაცს, წავაგებ, იმიტომ რომ მე არა ვარ მიჩვეული აი ესეთ ძლიერ მოთამაშეს და ძლიერ მოწინააღმდეგესთან პაექრობას. აქ უკვე ჩემ ძალებს უკვე აღემატება ეს, რომ მე მთელი საფეხბურთო კლუბების დონე ავწიო საქართველოში. აქ უკვე სხვა გარემოებები, აქ უკვე სხვა სტრუქტურების ჩარევაა საჭირო, აქ სახელმწიფო აუცილებლად და პლუს აი თქვენ ბრძანეთ, რომ სახელმწიფომ დამოკიდებულება თემის მიმართ. მეც გეთანხმებით ბევრ რამეში, რომ საქართველოში ფეხბურთი დაღმავლობის მიმართულებით მიდის, ფაქტიურად ქონდა პიკი 13 მაისი დუსელდორფი და ამის შემდეგ რო წამოვიდა ქართული ფეხბურთი რიხინით თავდახმარზე, დღემდე მოგორავს და სადაგდია უკვე კაცმა არ იცის. მაგრამ რატო აი ფეხბურთის მესურები ვინც თანხაზდებთ, ფეხბურთელები, იგივე ცნობილი ფეხბურთელები თუ არაცნობილი ფეხბურთელები, რატო არ ახდენთ კონსოლიდაციას იმ თვალსაზრისით, რომ ეს ფეხბურთი გახდეს სახელმწიფოს მხრიდან ადეკვატურად აღქმადი. ანუ ფეხბურთი ხო ეს არის ტურიზმი, ფეხბურთი ხო ეს არის ბიზნესი, ფეხბურთი ხო ეს არის რეკლამა, ფეხბურთი ხო ეს არის ქვეყნის იმიჯი. მე მახსოვს საბჭოთა კავშირის დროს ფეხბურთის თითოეული თამაში, ნებისმიერი თამაში, დინამო როცა თამაშობდა და თუ გინდა ტორპედო რო თამაშობდა, როცა უმაღლეს ლიგაში იყო, რა ვიცი, ომის ერთგვარი ინტერპრეტაცია იყო, როგორ ომობდნენ ქართველები იქ უკრაინელებთან და აზერბაიჯანელებთან, სომხებთან, რუსებთან, ყაზახებთან, თურქმენებთან, ბალტიის პირელებთან და ასე შემდეგ. და ეხლა რატომღაც ამას აღარავინ არ აკეთებს და თქვენ მართალი ბრძანეთ, რომ რატომ დაეცა ფეხბურთის დონე? ფეხბურთის დონე იმიტომ დაეცა, რომ მაშინ მოსკოვის სპარტაკს ეთამაშებოდა, ცსკას ეთამაშებოდა, ლოკომოტივის დინამოს ეთამაშებოდა, კიევის დინამოს ეთამაშებოდა. მართლა მაღალი კლასის ფეხბურთელები იყვნენ იქ მაშინ იმ სივრცეში. ჩვენ ეს სივრცე დავკარგეთ, აქ ვერ შევქმნით ის გუნდი, ჯერ ეხლა რამდენი გუნდი მონაწილეობს ჩემპიონატში? 16 გუნდის შენახვის თავი საქართველოსნაირ პატარა ქვეყანას დარწმუნებული ვარ, არა. 8 გუნდიანი რო იყოს, დარწმუნებული ვარ, რომ სანახაობრივადაც გაიზრდება. ფეხბურთელებიც გადანაწილდებიან.
უფრო მეტი ფული ჩაიდება ამ ფეხბურთში, ინფრასტრუქტურაც გაიზრდება და ფეხბურთის დონეც ამაღლდება და რაც თქმა უნდა ტურიზმის ამაღლებასაც ხელს შეუწყობს, ტრანსფერიც გაიზრდება, ფეხბურთელიც რო გაიზრდება მაღალ დონეზე, ის მერე ტრანსფერს გააკეთებს უფრო მაღალ გუნდში და ასევე ალბათ ჩემის აზრით, არ ვიცი, ხა მე არაკომპეტენტური ვარ ფეხბურთის სფეროში, მაგრამ როგორც მოყვარული ისე შემიძლია ვთქვა, რომ საჭიროა რაღაც ერთგვარი ლიგის გაკეთება, კავკასიის ლიგის გაკეთება მაინც საჭიროა, თუ არ შეიძლება რომ გაკეთდეს ევრაზიის ლიგა, სადაც ეს ფეხბურთელები ივლიან ერთმანეთში და დონეს აიმაღლებენ. რატო არ შეიძლება? ცითრა ხა როცა ლაპარაკობდით, ეჭვი შემეპარა, რომ ფეხბურთის სპეციალისტს ხარ ველაპარაკები მეთქი, თუმეტეს რომ წარმოდგენა არ მაქვს ამ დროს. ხო, როდესაც ჩვენ მანამდე ვილაპარაკეთ, თქვით რომ თქვენთვის ფეხბურთი უცებ. აქ უბრალოდ რაღაცა არის რა, ადეკვატური ადამიანი ყოველთვის სვამს ამ კითხვას. ადამიანი, რომელსაც რაღაცა თემაზე შეიძლება ჩამოარდეს, ახლა მედიცინაზე ლაპარაკი და დასვამ ადეკვატურ კითხვას რა, რომელსაც არა ალტერნატივა არ გააჩნია. ამ შემთხვევაშიც ახლა სწორი მინიშნებებია იმას. დიახ, ჩვენ ვიყავით უდიდი 300 მილიონიანი ქვეყნის რაღაც პატარა ნაწილი და იქ ქონდა უზარმაზარი ბაზარი. უზარმაზარი ბაზარი. იქ მონაწილეობდით და იქ ვჩანდით, როგორც ერთ-ერთი გამორჩეული ხალხი. ლიდერები ვიყავით ფაქტიურად, ხო და ძალიან ანგარიში გასაწევი. ეს ძალიან სასიამოვნო იყო და ჩვენ ამას აღვიქომდით სწორად. მაგრამ როგორც კი ეს დაიშალა, შევჩით ერთი პატარა 3 მილიონიანი ქვეყანა. რომელსაც რესურსი არა ძალიან პატარა, ეხლა 300 მილიონიდან 3 მილიონზე რა, 100 ჯერ შემცირდა ყველაფერი. მაგრამ ამბიცია დაგვრჩა ისევ 300 მილიონიანი ბაზის. ისევ ის გვინდოდა, ისევ ამას ვთხოვობდით, მაგრამ რითი ვიყავით გამაგრებული, არ იყო მატერიალური ბაზა, არაფერი არ არსებობდა. კი დავიწყეთ, თავიდან შედეგებიც არ ჰქონდა ცუდი, მე ესეთი შედეგი როგორც ნაკრებს იტალიის ნაკრებთანაც თამაშობდით, პოლონელებსაც ვამარცხებდით, რომელმაც ამას წინათ 4-0 გადაგვიარეს აქ. და მქონდა რაღაცა ეს გამოყოლილი იქიდან წამოსული, ასე ვთქვათ, ინერციით. მაგრამ ამას მე სწორი განვითარება უნდოდა რა. გასაგებია ახლა, ვთქვათ, უკრაინამ ის სწორად განვითარდა, ის დიდი ქვეყანაა, დიდი რესურსების, მაგრამ ჩვენ შეგვეძლო რომ ეს სწორად წაგვიყვანა და ეს არ დაგვეკარგა მაინც. აზერბაიჯანის მაგალითი აიღეთ, ახლა სწორედ ხო ვითარდება აზერბაიჯანი ჩვენთან შედარებით. აზერბაიჯანიდან ძალიან დიდი რესურსი გააჩნია ახლა გამოიყო ფინანსური რესურსი და აქედან გამომდინარე ძალიან კარგად ახლა მე გახდით დინამო თბილისი გაბალას თამაშზე განცვიფრებული ვიყავი, როდესაც ამ პატარა 22,000 მოსახლე ცხოვრობს ამ ქალაქში. 4-5 ვარსკვლავიანი სასტუმრო აქვს. მაგრამ მარტო ვარსკვლავები არა ეს მართლა მაღალი დონის. გაბალა ეს ბატონ ქემალადინმა გააკეთა ეს სასწაული. ნუ ამიშველება ვიღაცა ახლა ჩვენს ყავს ჩვენი ქემალადინები, ნუ არა გყავს სამწუხაროდ. ნუ ყავს არიან რა ქართველები ხო, რომელსაც შეუძლიათ რაღაცის გაკეთება მარტო ისა, მაგრამ არა აქვს სურვილი რა, ეს არის მეორე. იმ ადამიანს სურვილი უნდა გაუღვიძო ამისი, რომ ეს გააკეთოს თორე. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ რო სწორი მიმართულება მიგვეცა ქართველებს ყავთ საკმაოდ რაოდენობით დიდარი ბიზნესმენები, რომელსაც გული შეტკივა ამაზე რა. მე მომსწრე ვარ, როდესაც ერთი პერიოდი მე მოსკოვში ტარდებოდა SNG-ს ჩემპიონატი, ჩავდიოდი იქ და მოდიოდნენ ეს ქართველები და მაგრად გულშემატკივრობდნენ დინამოს. აი არ იცოდნენ რა იქნათ, მაგრამ ამ ხალხს რომ შენ მოიზიდო აქ და სწორად ფული ჩაადებინე, უნდა დაანახო. დღეს რა გვაქვს ქართული ჩემპიონატი, ეს არის კორუმპირებული, გაყიდული თამაშები. ტოტალიზატორზე აგებული. ხო, ტოტალიზატორზე აგებული და აი შედეგი აგერ მივიღეთ რა. ჯერ არ მახსოვს მე ქართული ფეხბურთის ისტორიაში, რომ ყველა გუნდი ღმერთო დამიფარე, ეხლა ერთი გუნდია დარჩენილი, საქართველოს ჩემპიონი და ძალიან მეიმედება იქნებ მან მაინც რაღაც მოახერხოს პირველი თამაში გუშინ წააგო, მაგრამ პოტენცია შეიძლება ხედავდეთ მაინც შეიძლება მოხდეს ის სასწაული რომ მეორე ეტაპზე მივიდეთ. ნუ ესეთი ფიასკო ჩვენ არ გქონია. და ეს არის იმის გამო ძვირფასო ტელემაყურებელო რომ არასწორი მიმართულებით ვითარდება ქართული ფეხბურთი და ბიზნესით შესაბამისად საფეხბურთო ბიზნესიც დაღმავალია. ეხლა ჩვენთან რეკლამის დროა ძვირფასო ტელემაყურებელო და მალე დაგიბრუნდებით. რეკლამა ტელეკომპანია დროში.